ეხლა გადავიდეთ იმ საკითხზე, თუ რატომ არის ესოდან მნიშვნელოვანი ტყის ზედა საზღვრის ეკოლოგიური შესწავლა. გარდა იმისა, რომ ამას წმინდა მეცნიერული ღირებულება გააჩნია, მას აქვს აგრეთვე სხვანაირი დატვირთვაც. როგორც მოგეხსენებათ, დღესდღეობით მაღალმთაში დაახლოებით მთელი დედამიწის მოსახლეობის 10% ცხოვრობს, რომლებიც პირდაპირ არიან დამოკიდებული მაღალმთის რესურსებზე. მაგრამ მაღალმთა გავლენას ახდენს არა მხოლოდ საკუთრივ მაღალმთაზე, არამედ დაბლობ ტერიტორიებზეც. წყლის მეშვეობით სხვადასხვა მდინარეები ფაქტობრივად ყველა იღებს სათავეს მაღალმთიან რეგიონებში. და უკვე მთის რესურსებზე დამოკიდებული ხდება არა 10%, რომელიც უშუალოდ ცხოვრობს მაღალმთაში, არამედ დედამიწის მთელი მოსახლეობის და დღევანდელი მოსახლეობა 6 მილიარდს აღემატება, თითქმის 40% ხდება მაღალმთაზე ასე თუ ისე სხვადასხვა სახით დამოკიდებული. და თუ წყალს როგორც რესურსს ავიღებთ, მაშინ ფაქტობრივად ყველა მასზეა დამოკიდებული. რაც უფრო გაიზრდება მომავალში დედამიწის მოსახლეობა და ნავარაუდევია, რომ სულ მალე თითქმის 21 საუკუნის ბოლოსთვის გაორმაგდება დედამიწის მოსახლეობა და დაახლოებით 14 მილიარდს მიაღწევს, მაშინ თვალნათელია თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაღალმთას. გარდა ამ რესურსების ფაქტორისა, მაღალმთის მნიშვნელობა კიდევ გამოიხატება ფლორისტული მრავალფეროვნების შენარჩუნებაში, ტყის ზედა საზღვრისა კერძოდ. ფაუნისტური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში, გარკვეული სახეობის ცხოველები ცხოვრობენ მხოლოდ ტყის ზედა საზღვარზე ან მიმდებარე ტერიტორიებზე, ამიტომ მისი დეგრადაცია და განადგურება სერიოზულად იმოქმედებს ასევე ფაუნისტურ მრავალფეროვნებაზე. და ფლორისტული მრავალფეროვნება, რაც უკვე აღვნიშნეთ, ძალიან დიდია ტყის ზედა საზღვრის ეკოტონში. აქ დაახლოებით 20-მდე სხვადასხვა ტიპის ჰაბიტატი შეიძლება აღიწეროს მხოლოდ დაუშვათ ყაზბეგის რეგიონში. და დაუშვათ ახლა წარმოვიდგინოთ დედამიწის მასშტაბით რაოდენ დიდი მრავალფეროვნება შეიძლება იყოს. ასევე ფუნქცია ტყის ზედა საზღვრისა, თუ კი გავიხსენებთ თოვლის აკუმულირების საკითხს ტყის ზედა საზღვარზე დიდია აგრეთვე ზვავ საწინააღმდეგო მისი ფუნქცია, მეწყერსაწინააღმდეგო, ღვარცობსაწინააღმდეგო, ფერდობების გასამაგრებელი და ეროზიის საწინააღმდეგო ფუნქცია. ყველა ამ ფუნქციას ეს ტყის ზედა საზღვარი ითავსებს და აქტიურად ანხორციელებს. მაგრამ მთავარი ალბათ მაინც უფრო ეს შემდეგი ორი ფუნქცია იქნება, ეს არის მდინარეებში წყლის მარეგულირებელი, განსაკუთრებით კი იმ მდინარეებში, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი მყინვარული კვება. რატომ? იმიტომ რომ სწორედ ტყის ზედა საზღვარზე თოვლის დიდი აკუმულაცია და მისი თანდათანობით დნობა და თანდათანობით დნობას ორი კომპონენტი ტყის ზედა საზღვრისა უწყობს ხელს, ეს არის კრუმხოლცი, დამბრეცილი დღე და გართხმული ბუჩქნარი, რომელიც თითქმის ყველგან არის ზომიერი სარტყლის მაღალმთებში მაინც განვითარებული. აი ეს ბუჩქნარი და კრუმხოლცი თოვლის თანდათანობით დნობას უწყობს ხელს და მისი მეშვეობით ფერხდება ერთბაშად მდინარეების ადიდება იმ თოვლის ერთბაშად დნობის გამო. და მეორე, კიდევ უფრო მთავარი წყალთან დაკავშირებული ფუნქცია ტყის ზედა საზღვრისა, ეს გახლავთ, რომ ის
განიხილება როგორც ერთადერთი რეზერვუარი სუფთა მტკნარი წყლის მარაგისა მთელ დედამიწაზე. მთაში ხდება სწორედ აი ამ სუფთა მტკნარი წყლის აკუმულაცია, ამ გრაფიკზე, ამ დიაგრამაზე მოცემულია სწორედ აი ეს როგორ მოდის ეს ნალექები, რამდენი ორთქლდება, რამდენი მოყვება ფერდობს ზედაპირულიდან ძირითადად მიწისქვეშა წყლების საშუალებით და სწორედაც რა მნიშვნელობა გააჩნია მცენარეულობას აი მაღალ მთაში და კონკრეტულად ტყის ზედასაზღვარზე, რომ არეგულიროს აი ეს მტკნარი წყლის ბალანსი ერთი მხრივ და მტკნარი წყლის რაოდენობა მეორე მხრივ, ვინაიდან დღეს უკვე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიური პრობლემა მთელი დედამიწის მასშტაბით ეს გახლავთ სუფთა წყალი. ის დღეს უკვე სერიოზულ დეფიციტშია. შემდეგ აი დღევანდელი ლექციის ბოლოს გთავაზობთ ასეთ ცხრილს, სადაც საქართველოს დიდი და მცირე კავკასიონის პირობებში სად არის მოქცეული ტყის ზედასაზღვარი, რა სიმაღლეებზე გადის, ის განსხვავებულია, მაგალითად ცენტრალური კავკასიონის დასავლეთ ნაწილში იგი 2700 მეტრზეა დაახლოებით, ხოლო აღმოსავლეთ ნაწილში 2500 მეტრზე. მცირე კავკასიონზე ეს დაძეულია თვითონ მთების სიმაღლის გამო შედარებით, თრიალეთის ქედზე 2400 მეტრამდეა, ხოლო აჭარა-იმერეთის ქედზე 2300 მეტრს აღწევს. შესადარებლად აქვე მოცემულია ჰიმალაებში, რაც უფრო მაღალია მთათა სისტემა, რაც უფრო ეკვატორისკენ მდებარეობს ეს მთათა სისტემა, ამავე დროს მით უფრო მაღლა გადის, მაღალ ჰიფსომეტრულ სიმაღლეზე გადის ტყის ზედა საზღვარი. და რამდენიმე სურათს გთავაზობთ საქართველოს ტყის ზედა საზღვრისა, ეს მაგალითად არყის გრომხოლცია, არყის ხეებისგან შემდგარი, ასევე ეს გახლავთ კვერკუს მაგრანტერა, აღანთის მუხა, მუხებიც ქმნიან საქართველოში ტყის ზედა საზღვარს. ეს გახლავთ აფხაზეთში ტყის ზედა საზღვარი, უკვე წიწვოვანი ხეებისგან შემდგარი, ეს კი ბეტულა მედვედევისგან, ანუ მედვედევის არყისგან კოლხეთში 2400 მეტრ სიმაღლეზე და ბოლო ხო აი წიფლნარი ტყის ზედა საზღვარი და ასევე ფიჩნარი პინუს კოხიანასგან. ასეთი დამბრეცილი დეგრადირებული ფორმა აქვს ტყის ზედა საზღვარზე ფიჩს. აი ეს გახლავთ დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა, აი იმდენად დიდი იყო ინფორმაცია, რომელიც ერთ ლექციაში რთულად ჩაეტეოდა, განსაკუთრებით კი ეს მოდულაციური მექანიზმები და მათი შემდგომი ახსნა, შემდგომი უფრო ჩაღრმავება მოხდება სპეციალურ სემინარზე, რომელიც ასევე ამ სალექციო კურსში არის გათვალისწინებული. ამით დღეს დავასრულოთ. მადლობთ ყურადღებისთვის.